საგარეჯო. უпростоრად საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი გომბორი. რატი ქისტაური ითამაშებს ეს წინააღმდეგ სტუდენტი. ყურადღება. მოისმინეთ ვახუშტი კოტეტიშვილის ორტაეპედი, რომელიც ახლა გამოისახება მონიტორზე. ახლა ისინი გამოდიან ყოველდღე ცირკში. იღებენ ხელფასს, ძლივსძლივობით არჩენენ დედებს. ყურადღება. ამ ლექსს ეწოდება ისევე როგორც სხვა ცნობილ ნაწარმოებს. ყურადღება შეკითხვა. ბატონ დავით, რაფაო. ერთი წუთის შემდეგ მითხარით ამ ლექსის სათაური. დრო. რამე ცხოველები ხო არა, ხო არა, ლეონ კავალოს ჯამბაზები. შვილნობის ნამბობი ხო არ არის თქვათ რაღაც. მაგრამ დედებს ხო? ხო, თქვათ. არა, შველი სად არის? ხო, რამე ცხოველი ხო არ არის? დედებს როგორ არის? ხელფასით ცხოველები გაწ. არჩენენ დედებს. აი რაც რომელიც ხო ცხენი და უშო კვიცი რაღაც კვიცის ის ხო არ არის რაღაც დედის წინ მარმენალი კვიცი კიდევ არა სპილო რაღაცა რა ვიცი ვერხი გოდაშვილი ალბათ რაღაცა მთის ვარიანტი უნდა იყოს ვინ ჯამბაზი კაი მაგრამ ჯამბაზები კიდევ სხვა ხო მე ნუ შეიძლება ეს არა ხელფასი არა ნუ რაღაცა ვინ მაშინ ადამიანები კიდე სხვა პროფესიები რა აკრობატები ჯამბაზები აკრობატები არის ესე არ არის ძლივსძლიობით არჩენენ ახლა ისინი გამოდიან რატო ადრესად გამოდიოდა ადრე მეფეებთან ოკეი ხო ეს კარგია რა ხო ეს კარგია ხო მაშინ ლეონ კავალოს არის კი კაი კიდე მოდი ვიფიქროთ და ხო ადრე მეფეებთან გამოდიოდა ბატონ დავით, იღებს კლუბის დახმარებას? ალბათ არა მე არ ვიღებ თქვენს ადგილზე. არა რამენაერად დახმარების გარეშე შევეცდები ვინ უპასუხებს მაშინ? ლექსო მაჭავარი ლექსო მაჭავარი, ბატონ ლექსო. ჩვენი ვერსია არის რომ ეს არიან ჯამბაზები და ლეონ კავალოს ნობელი აჰა, ანუ ვახუშტი კოტეტიშვილმა გააკეთა პერიფრაზი რუჯერო ლეონ კავალოს ოპერისა Il Pagliacci, თუ რაღაც როგორ ქვია, ქაბატონო ია, ორიგინალში? არა პერიფრაზი არ იყოს ალბათ აი ანუ შუა პასუხი ჯამბაზები ჯამბაზები, ანუ ვახუშტი კოტეტიშვილი იცით ხო, ვინ არის რა ადგილი ეკავა საქართველოს კულტურაში და ხელოვნებაში და ანუ ლეონ კავალოს ჯამბაზებზე დაწერდა ორტაეპედს. მიღებელია, ყურადღება, სწორი პასუხი. კლუბის დახმარება უნდა ააგებოთ. ხან იფიქრებდა უდედოდ გაზდა ვინა თქვა შვილისა, იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარე და სტირისა, წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა შვილისა. ისიც მიამბობ ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექნებით უწყავთ ხმლით დაჭრილისა. ამ ორტაეპედს ეწოდება ლექსი ვეფხვისა და მოყმისა. ვეფხვი და მოყმე იყო აღწერილი ჩვენს დროში, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ.